ხუთი წლისი მე და ჩემმა მეგობრებმა შევიძინეთ ნუკრეანში ერთი ძველებური სახლი, ანდრონიკაშვილის სასახლე წოდებული. თუმცა ეხლა ცოტა თავადობაზე ცოტა მეტი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ სამაგეროდ ისეთი სივრცეა ალბათ შეესაბამება ამ იდეას, რასაც ქვია თავადობა, გადმოსახედია საოცარი, მცირე შენობა, რომელსაც ქონდა თავისი მარანი, საცხოვრებელი რამოდენიმე ფართი. დროთა განმავლობაში ეს სახლი აღვადგინეთ და გადაიქცა მცირე, ასე ვთქვათ, საოჯახო სასტუმროდ. პარალელურად ვიყიდეთ ვენახი უბრალოდ და დღეს უკვე ვამზადებთ თუ ვაყენებთ ღვინოს, რაც სპეციფიკა აქვს ამ ჩვენს ლურჯბანად წოდებულ ღვინოს არის ის, რომ კახურ ბაზაზე იმერული მეთოდით ვაყენებთ ღვინოს. ამას თავისი წინა ისტორია აქვს. მე ხა წარმოშობით იმერევია, მაგრამ არ დავიბრალე ნამდვილად. ერთი საინტერესო წინაპირობა აქვს, როგორც გითხარით, ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი სიძე არის ავსტრალიელი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში, შეიძინა ვენახი და სახლი ვანში, იმერეთში და აყენა იქ იმერული წესით ღვინო და დღეს ექსპორტზე გადის ერთ-ერთი საუკეთესო ღვინოა ავსტრალიაში, საფრანგეთში, ყველა საღვინო, ასე ვთქვათ, ქვეყნებში და საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს და მასთან კონსულტაციის გავლის შემდგომ უბრალოდ მას ვთხოვეთ პირველად ამ მეთოდით ღვინის დაყენება. ეს პრინციპი რა არის? ხა მოგეხსენებათ, კახური ღვინო ჭაჭაზე დგება რამოდენიმე თვე, 6-7 თვე. ამ შემთხვევაში ჩვენ 6-7 დღე ვაყენებთ. ვტოვებთ ჭაჭაზე ღვინოს და შემდგომ ის თავის პროცესს გადის, როგორც არის და უკვე წელიწად ნახევარში უკვე ღებულობს ამ სახეს, რომელიც არა მარტო უცხოელებისთვის ადგილობრივი სხვადასხვა კახელებსაც მოსწონთ, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს. აქვს თავისებული სირბილე, ეგრეთ წოდებული ტანინი ნაკლებია შიგით, მაგრამ სხვა არანაირი ღირებულებებით არ ჩამორჩება ნამდვილ ქართულ კახურ ღვინოს. ეს არის რა ლურჯბანის მარანი, რომ მოვედით აქ სახელოსნო იყო რკინის სახელოსნო ქონდა ამ ბოლო მეპატრონეს ანდრონიკაშვილების შემდეგ როგორც ისტორია ამბობს ხმალაძეების შემოვიდნენ და შემდგომ კიდე სხვა ოჯახზე გადაიყიდა და ბოლო მეპატრონე იყო ხელოსანი. იატაკი არ იყო რა თქმა უნდა, ჩვენ და საბედნიეროდ ქვევრები იყო, რომელიც შარშან გავტესტეთ, დავამუშავეთ, უბრალოდ ჩამოვიყვანეთ სპეციალისტი და უკვე ფუნქციონირებს. დარჩენილი ეს ყველაფერი არის, აი აქ ფაქტიურად აი რკინის ლურსმანი ძველი ნაჭედი რაც იყო ისიც შენახული და წარმოდგენილია. აი ეს კარადის წინა ფასადი არის გადაგდებული ეზოში ქონდა ერთ ჩემი მოწაფის შობელს და ისე გულუბრყვილო ჩემომთავაზა ხო არ გინდათ მეწოდებაო და არის 1924 წელში 29 წელში უკაცრავად ზედა არის კიდევაც ეს რელიეფი და რაღაც თავისებური ხელით ნაკვეთი არის ხეზე და რაც საინტერესოა ეს ფარშევანგები, რომლებიც ძალიან საინტერესოა, რატო შეიძლება იყოს თქვათ ჩვენს გრაფიკაში, ძალიან დაინტერესდა ამ ფარშევანგებით ერთ-ერთი ოქრომჭედელი, რომელმაც ეს გადაიღო და ამის სამკაულებს ამზადებს ახატის მიხედვით. ზევით ოთახში თუ დააკვირდით, ტრაქტორმა მუშაობისას ამოაგდო თოფის წინა ნაწილი, უბრალოდ ლითონის რაც იყო დანარჩენი და დაზიანებული იყო, ალბათ რევოლუციის დროს გადამომალული ქონდათ მეპატრონეებს. ისიც დავამუშავეთ რაღაცა და რაღაცა პოპ-არტის სტილში რაღაც ჩარჩოში ჩავსვით და რაღაც თავისი ღირებულება აქვს.
როდესაც რესტავრატორი ჩამოვიყვანეთ, იდეა იყო ხო რაღაც პირველადი სახე მივეცა, რომ ამას რაღაც მარკეტინგული დატვირთვა ქონდა, მაგრამ მე რომ მივხვდით, რომ ფიქსირება და არა რესტავრაცია იყო მეტად ღირებული და აი ძალიან უფრთხილდებოდით ყველა სიძველეს, რომელიც შეიძლებოდა უბრალოდ დაკონსერვებულიყო და არა თქვათ გაახლებულიყო. და რითაც ახლა ეს ღირებულება წარმოუდგენელია და რა ვინც მოდის, ყველა აღნიშნავს, რომ არის პრაქტიკულად ხელშეუხებელი სიძველე. აი გარიშენი სამშობლო. Adam